უჭირდება ბრაზილიას პირველ თუმცა დაეწევა იოსენი აბარა 1-0 ქუთაისის ტორპედო გადის წინ კონტრჩერტავით სამი პასი აღმოჩნდა საჭირო იმისათვის რომ ქუთაისის ტორპედოს გაეხსნა ანგარიში დღევანდელ შეხვედრაში იდრაკის გრძელი გადაცემა პირასი პირველი იყო ბურთზე უსუსტესი პასი ბიორნი ოლსენს და ფორვარდის ინსტინქტი ნორვეგიელი ხსნის ანგარიშს როგორ შეიძლება არ ქორდეს ფორვარდის ინსტინქტი როცა ნორვეგიელი ხარ და ნორვეგიის ნაკრებში თამაშის დიდი გამოცდილება გიმაგრებს ზურგს კონჩეტევიდან განვითარდა ყველაფერი თქვით რომ ძალიან გაუჭირდებოდა პირეს სამბურთისთვის ბრძოლა მაგრამ დაეწია ზუსტად იმ მომენტში მიარტყა ბურთფეხი ალბათ ერთი წამი ჰქონდა როცა შეეძლო ბურთზე თამაში და იდეალურად გამოიყენა ისევე როგორც იოსენმა ეს მომენტი და ტორპედო უკვე იგებს საშინლად ითამაშა ყაზახური გუნდის კაპიტანმა მალიმ ჯერ უნდა წასულიყო და დაესწრო პირესისთვის ბურთზე გაცილებით უფრო გრძელი არის და უფრო დიდი ნაბიჯები აქვს შესაბამისად ჩაწოდება ყურადღებით თამაში გვართებს ბასილაძე იყო კარგი გაკონტებულ ბურთზე დარტყმა შორი მანძილი და სამწუხაროდ ორ წუთში მოახერხა ორდაბასმა ანგარიშის გათანაბრება რეალურად პირველსავე შეტევის მეორე ფაზაში ძალიან ძლიერი შორეული დარტყმა კოშაძესაც აუხტა იქ ბურთი და ანგარიში კვლავ ფრეა ერთ-ერთი ეს გოლიც ჩაითვლება რა თქმა უნდა რაც ვარი არც აქ მონაწილეობს ნახოთ გამეორებით რა მოხდა გამოიტანეს თავდაპირველად ბასილაძემ გააკეთა მაგრამ მოაჯდა ფეხზე პირდაპირ აქ სტუმართა მე-16 ნომერს კაპატინას რუმინელ ფეხბურთელს რომელმაც შეძლო და აღადგინა სამწუხაროდ წონასწორობა ორ წუთში გატანილი გოლიდან არა უშავს კვლავ უნდა იზრუნოს ტორპედომ წინ გასვლაზე მაინც მახვილ კუთხეში არ წასულა ბურთი თქოს შუაში წავიდა შეიძლება მეკარი შესთავაზეთ საუბარი მაგრამ ნუ ძლიერი იყო დარტყმა და შესაძლოა მხედველობის არეალის სხვადასხვა ბევრ საუბრობდნენ ყაზახურ მედიაში რომ ამ მომენტისათვის გრძელდება ეს პასი უნახავთ საკითხავთ მომენტი თამაშგარის გავდა აქ დარტყმა ლუკა იმნაძე ახერხებს გოლის გატანას ტორპედოს კარში და ორდაბასი უკვე წინ არის საშინელი შეცდომა გოლი ცენტრალური დაცვის ზონაში ახლა აღნიშნავს ქართულ გულშემატკივარი ვართან აღნიშნა როგორც ჩანს ლუკა იმნაძემ ეს გატანილი გოლი ახლობელი იქნება ქართველი მის ტრიბუნებზე გასაგებია სოლომონ გორგოლიას შესთავაზა შეიძლება საუბარი თითქოს თამაშგარე ხაზის დაცვა უბრალოდ ქართულ ფეხბურთელებს ვერ დაისვეს ეს და შემდგომ პოზიციურადაც შეცდა ნაკრების ყოფილი წევრი და ლუკა იმნაძე მოახერხა ჩვენს კარში გოლის გატანა ვითარება ასეთია რომ 4 წუთის წინ ტორპედო იგებდა ახლა მარცხ ხდება და საზრუნავი აქვს ანგარიშის გათანაბრებაზე ლუკა იმნაძე იყოს მაინც სამართლიანი მაგრამ უსამართლოს ვერ უწოდებ უფრო მისაღები იქნებოდა ორივე მხარისთვის ჩაწოდება არის თამაში სიმიჩი გადავიდა თქვით რომ პრელოგიკური იქნებოდა და არ წააგო ტორპედომ ტაიმი შესანიშნავი რაღაც მოხდა პირველი ტაიმი ერთ-ერთ ბოლო წუთზე კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე სიმიჩმა მოახერხა წონასწორობის აღდგენა მეორე ტაიმში მთლიანად უნდა გადაიტვირთოს ქუთაისის ტორპედო და უნდა გამოვიდეს ამ შეხვედრის მოსაგებად ასეთი უნდა დებიუტი პირველ მატჩს ატარებს პირველი წუთები აქვს სიმიჩს ტორპედოს რიგებში და ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას დატოვეს იგი ყაზახმა მცველებმა უმეთვალყურეოდ ითამაშა ბილად ზუსტად და 2-2 მეორე ტაიმში ტორპედოსგან ველოდებით უფრო აქტიურ თამაშ შეტევაში რა კარგად დაუსხლდა ევერტონს სიმიჩი პოზიციურად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა იდეალურად და დარტყმას გამოუვიდა შესანიშნავი დირკ შუსტერი მაინც კმაყოფილი თამაშის ხარისხით ვერ უნდა იყოს მაგრამ ნუ შედეგი ფე არ აუშავს მეორე ტაიმში დრო გვექნება იმისათვის რომ ეს თამაში მოვიგოთ მეორე ტაიმი ხვედრა აქვს ეს არ იყო განსაკუთრებით რთული მაგრამ განსაკუთრებით რთული ბურთები დღეს მან არეთი მოიგერია მაგრამ აქ ვერ შეძლო ამის გაკეთება დაუბრუნდით მაშინ როცა ბურთი უკვე კარის ბადეში იყო და სამწუხაროდ ორდაბასი კიდევ ერთხელ გადის წინ ეს კუთხურებიდან იყო მეორე ტაიმშიც მომენტები როდესაც სასწაულებრივად გადავრჩით გაშვებული გოლს და ნახოთ აბა რა მოხდა
არეული მოქმედება საჯარიმო მოედნის ცენტრში დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე ძალიან მარტივად. სოლომონ გვერდგოლიას დაუსხლდა ორდაბასის ცენტრში. ერთ-ერთი საუკეთესოა ხუდუშაურისკენ აკეთებს კიდევ ერთხელ გადაცემას. გაითავისუფლა იონსენმა თავი. ჩაწოდებას და გვიან და იქვე პირესი გაიხსნა, პირესი ჩაწოდება ვნახოთ, აპალი გადაწყვეტა. იონსენის გოლი არის დრო მოსაგებად. არის დრო ამ შეხვედრის მოსაგებად დუბლი ბიორნ იონსენის და პირესი კი ბევრი ვაგრიტიკეთ, მაგრამ საგოლე განათლების დუბლი ბრაზილielis შესრულებით. და დუბლი ბიორნ იონსენის აქტივში ნამდვილი ვიკინგი მომენტი სამი ჭირდება იმისთვის რომ ეპიზოდი აქციოს გოლად. ბიორნ იონსენმა 3-3 რა დრამატული შეხვედრა გვაქვს და 12 წუთი ყოჩახ ბადა ხუდუშაურს ამ ეპიზოდში შესანიშნავი პაუზა აიღო გარემარმა დაელოდა პირეს პირდაპირ იონსენზე პასი არ გადაწყვიტა და ამან გამოიგო სწორედ შედეგი. აი შეხედეთ დროკოს კი შენიშნა გათავისუფლებული პირესი გაუკეთა თავისუფალ სივრცეში პასი და პირესის კარგი მოქმედებაც ხაზგასასმელია ამ ეპიზოდში. ბრავო სიმიჩს ეს რა თამაშს იგებს ქართული გუნდი 94 წუთზე ორჯერ აგებდა ქუთაისის ტორპედო და ახლა იგებს სიმიჩის დუბლი საოცრება მამუჩაშვილის ჩაწოდება და ისევ კუთხურიდან ახერხებს სიმიჩი. პირველ შემთხვევაში ფეხით, მეორე შემთხვევაში კი თავით გოლის გატანას და ქუთაისის ტორპედოს წინ გაყვანას. ბრავო! ის რაც ბოლო 15 წუთში ქუთაისის ტორპედო მაჩვენა, თუ გუნდი ასე ითამაშებს, ყველაფერი შესაძლებელია და ყველა ეტაპის გადალახვა. ოღონდ ისე როგორც ბოლო 15 წუთში თამაშობს გუნდი. სიმიჩი ხდება გმირი. ოქროს ტრანსფერი. ორი კვირის წინ მოიყვანა ტორპედო მესმე უკვე ქურთელი. გაამართლა.